თველი ღვინის დეგუსტაცია და ქართული ტრადიციული კერძები. ეს ის არის, რაც ტურისტებს კახეთში ყველაზე მეტად აინტერესებთ. თელავში ვიზიტორების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან არის. თელავში იმიტომ ჩამოვედით, რომ გვინდა ბავშვებს ვანახოთ, როგორ კრეფენ და წურავენ ყურძენს, როგორია რთველის დღესასწაული. ბევრი ლამაზი ადგილი ვნახეთ, ვიყავით სვანეთში და ზღვაზე. საქართველოს შესახებ პირველად 2006 წელს შევიტყვე, როცა ქრისტიანულ ბანაკში ვიყავი მოხალისედ. სწორედ იქ გავიცანი ქართველი გოგონა, რომელიც შემდეგ ჩემი ცოლი გახდა. მას შემდეგ ყოველ წელს ჩამოვდივართ. წელს ჩვენი გერმანელი მეგობრებიც ჩამოვიყვანე. კახეთში პირველად ვარ. ამ საოცარი ვენახის შესახებ პირველად ინტერნეტში ვნახეთ. აღფრთოვანებულები ვართ. აქ საოცარი ხალხი ცხოვრობს, მშვენიერი ბუნება და ლანდშაფტია. საქართველო ირანის და სომხეთისკენ მიმავალ გზაზეა და ეს ორმაგად საინტერესოა. აქ საოცარი ხალხი ცხოვრობს, ძალიან ბევრი საჩუქარი მივიღეთ. საკვები ძალიან გემრიელია. ტურისტების განსაკუთრებულ მოწონებას მარანი და ღვინის დაყენების ქართული ტრადიცია იქცევს. ვიზიტორების უმრავლესობისთვის სასტუმროებში არსებული ტარიფები და პირობები მისაღებია. ისინი განსაკუთრებულ კმაყოფილებას კახურის სტუმართმოყვარეობის გამო გამოთქვამენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მაღალ ფასებს უჩივიან. საქართველოში უკვე მესამედ ვარ. აქ ჩემი მეგობრები ცხოვრობენ. საქართველოს შესახებაც პირველად მათგან გავიგე. ვიყავით სვანეთში, სიღნაღში. თელავი ბოლო ღირსშესანიშნავი ადგილია, რომელსაც ვნახავთ და შემდეგ სამშობლოში დავბრუნდებით. კოლოსალური შთაბეჭდილება მოახდინა რთველმა. სასტუმროში, სადაც ვცხოვრობთ, მომსახურების ევროპული დონეა. ამიტომ ფასიც და მომსახურების ხარისხი ერთმანეთს სრულად შეესაბამება. ჩვენ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობთ. საქართველოში შვედეთიდან ჩამოვედით. მესტიაში ვიყავით, ყაზბეგში და ახლა აქ მოვედით რთველზე დასასწრებად. აქ გაცილებით დაბალი ფასებია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. განსაკუთრებით იაფი ხორცისგან მომზადებული კერძები ღირს. საქართველოში გეოგრაფების გუნდთან ერთად ჩამოვედი გერმანიიდან. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აყოფნა, რადგან ჩემი დიდი ბაბუა ქართველი იყო და ველის ციხეში ცხოვრობდა. ძალიან მომწონს ყველაფერი, მაგრამ ყველგან მაღალი ფასებია. განსაკუთრებით ყავის ფასმა გამაკვირვა. სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გასული თვეებისგან განსხვავებით ნომრები 100%-ით არის დატვირთული. სასტუმროებში ღამის გათევა 50-დან 300 ლარამდე მერყეობს. ჩვენთან ტურისტების აქტივობა გრძელდება დღესაც და არის დაახლოებით 16,000-მდე ასული. ტურისტები ძირითადად მოდიან ჩვენთან მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. აქტივობა არის, რა თქმა უნდა, გერმანიიდან. რჩებიან მინიმუმ 1 დღე და მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში. ივლისი-აგვისტო იყო ცოტა ჩავარდნის პერიოდი. სექტემბერ-ოქტომბერში მოგვემატა ტურისტების რაოდენობა. ალბათ რთველი არის პრიორიტეტული მიზეზი. მას თუნდა რომ ჩამოვიდნენ თვითონ მიიღონ მონაწილეობა ყურძნის დაკრეფაში, ყურძნის დაწურვაში. წელს მაგალითად უფრო ბევრი ტურისტი იყო შემოსული, ვიდრე შარშან. მთავარი ძირითადად რისთვის ჩამოდიან, ეს არის თველი. წელს მაგალითად ძირითადად ჩამოდიან უკრაინელები, პოლშა, ჩეხები. ტურისტების გაზრდილ რაოდენობაზე თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრშიც საუბრობენ. გასული წლის პერიოდთან შედარებით, ესე იგი წელს აშკარად მატებაა ტურისტების. ძალიან ბევრი ტურისტი იყო ზაფხულში ქალაქში შემოსული. ამჟამადაც ქალაქში ძალიან ბევრი ტურისტია და მარტო ქალაქში კი არა, ეს შეიმჩნევა მთლიან საქართველოში. თელავის მერიის კულტურის სამსახურში აცხადებენ, რომ რეგიონში ტურიზმის განვითარებას ხელს თელავში ჩატარებული ფესტივალებიც უწყობს. შემოდგომა ყოველთვის დატვირთულია ხოლმე კახეთში და თელავში მით უმეტეს. ლიდერის პოზიცია, რა თქმა უნდა, ეკუთვნის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც ქალბატონმა ელისო მირსალაძემ დააფუძნა 3 მეტი წლის წინ და 10-ში იწყება ეს ფესტივალი, 18-ში დასრულდება და ამ 5 მუსიკალური საღამოს განმავლობაში უკვე არც ერთი ბილეთი აღარ არის სალაროში და ეს მეტყველებს ძალიან დიდ პოპულარობაზე თვითონ ამ ფესტივალის. ძალიან ბევრი სტუმარი ეყოლება ამ ფესტივალის საშუალებითაც თელავს. უკვე დაჯავშნილია ჩვენი გესტჰაუსები, როგორც კერძო სასტუმროები, ასევე დიდი, ასე ვთქვათ, პალასები. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 15.8%-ით გაიზარდა.